საინტერესოს გვპირდება არა და ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველოს მე-9-ია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკმა წელს მე-12-დან 3 საფეხური დააწინაურა, რაც წესით იმას ნიშნავს, რომ საინვესტიციო გარემო აქ კარგია. თუმცა ახალი ხელისუფლება ამას აპროტესტებს და მის შესულ მსოფლიო ბანკი ცდება. და ამას არაერთი ადგილობრივი კომპანიაც ეთანხმება, მათი თქმით ბიზნეს გარემო კარგია, ოღონდ მათთვის, ვისაც ბევრი ფული აქვს და თანაც უცხოელია, შედეგად უფრო დაცულიც. ეს არის ის სურათი, რაც გააკეთა ნატახტარმა ლუცახაშმა. დღეში სამჯერ იცვლის მდინარე ფერს. არის მწვანე, არის რძისფერი და არის შავი ფერი. მაგით გებულობთ, როდის ტარხუნა, როდის ნაღები და როდის კიდე პივა რა, ისმევა. ნუგზერ ციკლაური ლუცახარს ნატახტარს მდინარე ნარეკვავის დაბინძურებას აბრალებს. რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა რესტორანი მდინარეზე 2003 წელს გახსნა. 2009 წელს კი იძულებით დახურა. მდინარის დაბინძურების და გაუსაძლისი სუნის გამო იქ მომხმარებელი აღარ შევიდა. თევზები მყავდა გაშვებული. გედები 1300 ლარი თითო გედში მივედი. იხვები, ბატები, ყველანაირი ფრინველი. იხვები და ბატები კი არა, ვირთხებიც კი მოკლეს. მოწამლეს, დინარე მოკლეს და ახლა ამის მერე აქ რა უნდა იცოცხლოს. ისეთი აყროლეს აქაურებო რა. კაი, ჩემ ბიზნესს თავი დავანებოთ, მაგრამ ამ ბიზნესს სადაც ეს გავიზარდენი ჩვენ და სადაც დანაობდით, თევზაობდით. რესტორნით, რომელიც $1,200,000 დაჯდა, დღეს არც მომხმარებელი ინტერესდება და არც მისი გასხვისება ხერხდება. უმუშევრად დარჩა პერსონალიც. ბანკები ყონა თევზაობდით, რუსეთში და უკლიანად ერავის როგორ შეამოღებოდა. განადგურებულია ძალიან ეს დინარე. არადა ისეთი სუფთა, ჩაკრიალებული დინარე იყო შიგგვანაობი. 400 კაციანი ქორწილის გადაგვიხდია, ძალიან ბევრჯერ, 400 კაციანი ქორწილი. და იყო აი მაგიდები აქ გესიამოვნებოდა რომ შემოხვიდოდი გესიამოვნებოდა, მაგრამ აი ამ სურმა და აი ამ სიბინძურემ აი ესე დღეს ჩაგვეყარა. გაუსაძლის სუნსუჩივის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, სანიტარული მდგომარეობა განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში უარესდება. პრობლემები გვაქვს, რომ დილასაღამოს გვაწუხებს, სუნი გვაწუხებს. ეხლა იმასაც თელი ნაგავი მაგას მოაქვს, უთლათა წყალი მოდიდება, გადმოდის იღებს საკაობასა, შემოდის კოტეჯებში ხომე. გვაწუხებს რაღაც აუტანელი სუნი. სარკმლები ვერ გაგვიღია. ბავშვები ვერ გამოგვიყვანე, რომ გავასწრინოთ გარეთკენ, ჰაერი ჩავაყლაპოთ. ძალიან ცუდი სუნი არის, რომ ვიხჩობით და ხალხი დავაამტყობთ ძალიან. სუნი დილადრიანად გვაწუხებს, საღამოთი გვაწუხებს, ყოველთვის გვაწუხებს, რა თქმა უნდა. ვერ ვხვდებით ეზოშია, რომ გარეთ გამოვიდეთ, დავსვით და დავისვენოთ ეზოში. ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიხედვით მდინარის წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები არ შეესაბამება სანიტარული წესების და ნორმების მოთხოვნებს. ირკვევა, რომ საფუარის და ობის სოკოს დიდი რაოდენობა წყლის სპეციფიკური დაბინძურების შედეგია. მიზეზად ლუდის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის დროს წარმოქმნილი ორგანული ნაერთები სახელდება, რომელიც გაწმენდის გარეშე ჩამდინარე წყლებთან ერთად ნარეკვავში ხდება. ეს უკანასკნელი კი არ აქვს უერთდება. აი უკვე რა მოხდება ახლა რა ამის დედავად. შეიძლება აი შეიძლება რა ხედავთ. ნახე რამდენი ხანი ეს გაზები ამოვადა. ეს შავი რა არის ეს? შავი არის დალექილია რა, მაგათ წუჭყია რა, მაგათ ნარჩენებია რა. ნუგზერ ციკლაური მოწმობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს პრობლემებზე რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამაოდ. შედეგი არც ლუცახარშის თურქ მფლობელთან შეხვედრამ გამოიღო. მიმართეთ გარემოს დაცვასაც, ხაჩიძესაც, გუბერნატორსაც, ბუნების დაცვასაც, ყველას მიმართეთ, მაგრამ ყველა საშინოდა და გეხვეწებით მაგ თემაზე ნუ გულაპარაკებია რა. ლუცახარშის მეპატრონი ნატახტის დაპატიჟეთ აქ. არ მოისურვა ამ სუნში გალაპარაკება, მე თვითონ გამემპატიჟა. მე ვთხარი ეთქი აი ეს გაეკეთა შენ ქვეყანაში, რაც გიზამდენი მეთქი და კედელს იმაყუდენი. აქ რატო აკეთებ მეთქი და მე საქართველოს რაც მინდა იმას ვიზამო რა. აი იგი იყო პასუხი. ლუცახარში გვითხრეს, რომ ჩამდინარე წყლის გადამუშავებისათვის სპეციალური ნაგებობის აგება დასრულდა და ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს. კომპანიამ ამისთვის 6 მილიონი ლარი დახარჯა. იქამდე კი სანამ ამ ინვესტიციას გასწევდნენ, ნატახტარი ისევე ამუშავებდა ნარჩენებს, როგორც სხვა საქართველოში არსებული ქარხნები. მანამდე ისევე როგორც თითქმის ყველა ქართული კომპანია, ჩვენც ჰქონდა ჩვეულებრივი წყლის დამუშავების, ჩამდენი წყლის დამუშავების სისტემა, რომელიც თავისთავად მოიაზრებდა სალექარების სისტემას, სხვადასხვა გამფილტრავის საშუალებებით. ლუცახარშის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეკოლოგიური პრობლემის წარმოქმნაში მათ საწარმოს ბრალი არ მიუძღვის და ტერიტორიაზე მათ გარდა კიდევ რამდენიმე ქარხანა და მჭიდროდ დასახლებული პუნქტია. კონკრეტული ეკოლოგიური მდგომარეობა ამ მდინარის
შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მრავალი ფაქტორები. თქვენ როგორც იცით, ნატახტარი ამ ბოლო პერიოდში გარდაიქმნა საკმაოდ წარმატებულ ინდუსტრიულ ზონად. ჩვენს გარდა ძალიან ბევრი სხვა საწარმოო მუშაობს. ის რომ სადღაც წყალი დაბინძურდა რაღაც რესტორანთან მიმართებაში და ეს რესტორანი კონკრეტულად როგორც ხდები რომ ამაში ხედავს ჩვენ დანაშაულს, ეს უკვე მათი პრობლემაა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ. ჩვენი კომპანიის დამოკიდებულება გარემოს მიმართ არის სამაგალითო, მე ვიტყოდი დღეს საქართველოში. რთული არ არის დადგინდეს ვის ეკუთვნის მილი, საიდანაც მდინარეში მომწამლელი ნივთიერებები ჩაედინება. რესტორანმა ლუცახარშის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა. გარემოს დაცვის სამინისტრომ ამ გაზაფხულზე სპეციალური დადგენილება გამოსცა, რომელთაც კომპანიას შეუძლია გარემოს დაბინძურებისთვის უბრალოდ ფული გადაიხადოს და სხვა ტიპის პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. ამ დადგენილების შემდეგ ყოფილი მინისტრი აცხადებდა, რომ ეს მხოლოდ ძველი დაბინძურების ფაქტებს ეხებოდა და არ გულისხმობდა ინდულგენციის ყიდვას მომავალი ცოდვების ჩამოსაწერად. თუმცა გარემოს დაცვის ახალი მინისტრი ამ დადგენილებას სხვაგვარად კითხულობს. მაშინ ამტკიცებდნენ, რომ ეს არ იყო არანაირი ინდულგენცია, იმიტომ რომ ეს იყო გზა, რითაც თქვათ გარკვეული კანონიერების ფარგლებში ექცეოდა ის მიყენებული ზიანი, რაც დღემდე მიაყენა თქვათ ამა თუ იმ საწარმომ და იმისთვის რომ საწარმოსაც მივცეთ და ბიზნეს სექტორს განვითარების საშუალება ვაპატიოთ ის რაც მიაყენა ზიანი გარემოს, ოღონდ რაღაცა კომპენსაცია ამისათვის გადაიხადოს ასეთი ჩანაწერია კანონში. მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კანონი თვითონ რა არის? ეს არის აქვს მრავალჯერადი მოქმედების ძალა. ეს ხო არ არის რომ ეს ნიშნავს რომ ეს კანონი მოქმედებს თუ ასეთი სახით დარჩა 1 წლის შემდეგაც, 2 წლის შემდეგაც. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან გაუგებარია მე თუ ვარ მეწარმე, რა мотиваცია უნდა მქონდეს იმის რომ დავაყენო თქვათ გამწმენდი ფილტრები, არ დავაბინძურო წყალი და არ მივაყენო და ამაში გადავიხადო ფული, თუ ვიცი რომ თქვათ შეიძლება 1 წლის შემდეგ გავაფორმო ხელშეკრულება მთავრობასთან და გადავიხადო იმის ნახევარი ფასი, რაც ეს შეიძლება დამიჯდეს. ნატახტარში